8 ბინა, 1 კერძო სახლი, 4 საოფისე ფართი, 1 ტერასა, 4 ავტომობილი, 1 მილიონი ლარი ანაბარზე და $10,000 ქეშად. ეს სიმდიდრე სპორტიდან პოლიტიკაში გადაბარგებული ლაშა ტალახაძის დეკლარაციიდანაა. იმედი ამოიჭრება ბევრი რაღაცები და დამუშავდება. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრწყინვალების და ღირსების ორდენოსანი ლაშა ტალახაძე ქართული ოცნების რიგებში 2 წლის წინ ჩაეწერა. მისი გუნდი რომ ახალგაზრდებს სასტიკად უსწორდებოდა, ასე შეაფასა. შესაძლებელია ყველაფერი ესე ვთქვათ გაზვიადებული იყოს და დადგმული სცენარიც ხო ესე მგონი. მართალია, ყველაფერი შეიძლება იყოს გაზვიადებული, მაგრამ ჩვენ გაუზვიადებლად ფაქტებით მოგიყვებით, როგორ ცხოვრობს სპორტსმენი, დეპუტატი და ბიზნესმენი ტალახაძე. 1, 2, 3 შვენიერია. მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ლაშა ტალახაძის და მისი ცოლის საკუთრებაშია. 369 კვადრატული მეტრი ტერასა და 4 საოფისე ბინა კანდელაკის ქუჩაზე. ეს ქონება 2021-2022 წლებში $368,000 შეიძინეს. ლაშა ტალახაძე იშენებს 3 სართულიან კერძო სახლს ნუცუბიძის ფერდობზე, რომელსაც აივნები კერძო ეზო და საცურაო აუზი ექნება. 565 კვადრატული მეტრი ბინა აქვს ლაშა ტალახაძეს არქის საბურთალოს კომპლექსში, მინდელის ქუჩაზე. ეს ქონება 2022 წელს $83,000 შეიძინა. ტალახაძე არქის ერთგული ყოფილა. კიდევ ერთი ბინა აქვს არქი ვუდში. ამჯერად გაცილებით მცირე ზომის, 77 კვადრატული მეტრი. ეს ყველაფერი არ არის. ტალახაძეს და მის ცოლს კიდევ 4 ბინა აქვთ დიდ დიღომში. მათგან ერთი აჩუქეს, 3 კი იყიდეს. ჯამში $121,000. ანა დემურიამ კიდევ 2 ბინა იყიდა, რომელიც შენების პროცესშია და ჯერ არ დაურეგისტრირებია. მათ შორის ერთი 2025 წლის იანვარში შეიძინა, როცა ტალახაძე უკვე ქართული ოცნების დეპუტატი იყო. უძრავი ქონება აქვთ ქალაქგარეთაც. მიწის ნაკვეთები დუშეთში, მცხეთასა და სენაკში, სოფელ ნოქალაქებში, ხოლო 2 ბინა ბათუმში, გრინ რეზიდენსის კომპლექსში. ეს ქონება ტალახაძის ცოლის ანა დემურიას სახელზეა. ლაშა ტალახაძის ავტოპარკში 4 ავტომობილია. ჯიპი გლადიატორი, ტოიოტა 300, ტოიოტა პრადო და ფორრანერი. გადავხედოთ ლაშა ტალახაძის შემოსავლის წყაროს, ხელფასებს, ჩემპიონის პენსიას და ბიზნესს. ტალახაძემ პარლამენტის წევრობით შარშან $112,688 ლარი აიღო, ანუ თვეში $9,390 ლარი. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობის გამო კი თვეში $1,222 ლარი. ერიცხება ჩემპიონის პენსია და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრთა სტიპენდიაც. გარდა ამისა, ის ფულს ბიზნეს საქმიანობითაც შოულობს. აქვს 5 კომპანია. მათგან 2, LBGO და LUTU კომპანი შემოსავლიანია. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მათგან გასულ წელს $150,000 ლარი მიიღო. LBGO ოფიციალურად ბეტონის წარმოებითაა დაკავებული. LUTU კომპანი კი ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს. კონკრეტულად რომელს დოკუმენტებში არ ჩანს. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლაშა ტალახაძის უნდა იყოს სადგური ჩემპიონი. ტალახაძისაა ბეტონის ქარხანა ჩემპიონ კონსტრაქშენიც. დუშეთში, ბაზალეთის ტბის ასახვევთან. ბეტონის ქარხანას ფუნქციონირებისთვის ინერტული მასალა სჭირდება, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ტალახაძესთან დაკავშირებული კომპანიები მოიპოვებენ. ბოლნისის, დუშეთის და გარდაბნის რაიონებში. ერთ-ერთი ლიცენზია 2025 წლის ივლისში მოიპოვეს, როცა ტალახაძე უკვე იყო სახელისუფლებო გუნდის წევრი. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ტალახაძის შემოსავლის წყარო არის ფულის ზეპირი შეთანხმების გზით გასესხება და უკან დაბრუნება.
გასმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.